გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ორი ქულა დავკარგეთ პრემიერ ლიგაში. ამჟამად ისევ ფორესტი აღმოჩნდა, ის გუნდი რომელმაც გაგვაწვალა, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი ამ შემთხვევაში ცუც გუნდზე. და რა თქმა უნდა, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა დავუფასოთ ფორესტს თამაში და ზოგადად მთლიანი სეზონი. იმაზეც კი მიდის ლაპარაკი, რომ უკვე საჩემპიონო პრეტენზიები და ამბიციებით არიან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან კონკურენცია გაუჭირდებათ, მაგრამ აი ის დონის თამაში და დონის თამაშსაც აჩვენებენ, შესანიშნავი არის ნუნო ესპირიტო სანტო აუცილებლად უნდა დავაფასოთ ის გვახსოვს ჩვენ ვულფსში იყო შესანიშნავი შედეგები დადო მაშინ ძალიან კარგად ათამაშებდა გუნდს მე ტოტენჰემში გადავიდა და ნუ იქ ტოტენჰემთან ახლა გასაგები არის იქ ტანჯულა გუნდი არის და მაგათთან ვინც ამ მიყვანო მე მგონი არაფერი არ ეშველებათ არასდროს რაც შეეხება თამაშს თვითონ ძალიან დინამიური თამაში იყო ძალიან მომეწონა გუნდი ნორმალურად თამაშობდა ერთადერთი თემა რაც არის კიდე რაღაცნაირად აი თითქოს ჩქარობენ და რაღაცა უაზროდ იძლევიან ხოლმე ბურთებს და მაგის გამო კარგავთ ის კიდევ და კიდევ მაგალითად სალას ქონდა რამდენიმე შემთხვევა როდესაც შეტევაში დაკარგა ბურთი ისეთ მომენტებში რომელ მომენტებშიც ძირითადად არ კარგავს ხოლმე და ესეთ თამაშებში იქ ნიკო ვილიამსი უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად რომელიც ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი არის ჩვენი აკადემიის აღზრდილი არის ძალიან კარგი ფეხბურთელია და სიმართლე გითხრათ რომ თავის დროზე რო გაუშვეს ძალიან მეწყინა შესანიშნავად ედგა სალას გაუჭირდა სალას მის წინააღმდეგ თამაში ზოგადად დაცვაში ფორესტი შესანიშნავად გამოიყურებოდა მურილიომ ნერვები მომიშალა პირდაპირ გეტყვით მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი შესანიშნავი თამაში ძალიან მაგარი მცველი არის და იქნება და რაღაცნაირად გადმოვიბიროთ ჩვენსკენ თუმცა ფორესტი ზოგადად ამბიციური გუნდი გახდა ბევრი ფული დახარჯეს და არ მგონია ეხა რომ თქვათ როგორც ვთქვათ ბრაიტონს ან ვულფს ან მსგავს გუნდებს აქვთ ის პოლიტიკა რომ mid-table გუნდები არიან იდეაში და თან რაღაცა farm კლუბის ამბავში არიან რომ აი მოიყვანენ ფეხბურთელს გამოწუთნიან გამოზრდიან პრემიერ ლიგაში გამოცდილებას მიეღებინებენ და მე ყიდიან ხოლმე ეს ჩვენ ხშირად გვინახავს მაკალისტერიც მაგალითად წამოყვანილი ყავს ბრაიტონიდან მაგრამ ფორესტი ამ ტიპის გუნდად ჩამოყალიბებას არ აპირებს როგორც ჩანს და მისი ისტორიიდან გამომდინარე იხსენებდნენ კიდევაც კომენტატორები და ზოგადად უკვე გულშემატკივრებიც ლაპარაკობენ რომ ეს 70-იანი 80-იანი წლების დროს გავს ლივერპულის და ფორესტის დაპირისპირება რაღაცა რომანტიკაც იყო ერთგვარი და ნოსტალგია გულშემატკივრებსა და კომენტატორებში და ზოგადად რა უნდა ვთქვა ხა ბოლო წუთებზე მეკარე ფანტასტიკურად ითამაშა ჩვენ ნახეთ რომ ძალიან კარგად უტევდა ლივერპული იქ აინამ პირდაპირ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი სალას დარწმული იქ ჩვენ ნახეთ რომ გაკპოს აუღო კარგი ბურთი იქ მე ჯოტას ორი ბურთი აუღო ზოგადად ჯოტას და ციმიკასის შემოსვლა მე ცოტა კონატე რო გამოიყვანა და ციმიკასი რო შემოიყვანა მის ნაცვლად ცოტა რაღაცა მეთქი რაშვება ეს კაცი და პირველი შეხება ბურთთან ციმიკასის იყო ასისტი და პირველი შეხება ბურთთან ჯოტასი იყო გოლი შესანიშნავი იცვლილება გამოხვიდა არნესლოც და ზოგადად ამის მერე შეიცვალა ტემპი შეიცვალა კარგად უტევდნენ უფრო მეტი შემტევი იყო გაკპო სალა დიასი და ჯოტა იყვნენ ერთად გამოსულები მოედანზე ეს დიდი შემტევი ძალა არის და მაინც გაუჭირდათ მათ მომენტებს ქნიდნენ და შეტევები იყო და ტემპმა აიწია ბევრად უფრო უკეთესად თამაშობდა გუნდი ვიდრე პირველ ტაიმში ბევრად უფრო სანახაობრივი ფეხბურთი შემოგთავაზეს ბევრად უფრო შეაწუხეს ფორესტი და აშკარად იყო რომ გუნდი თამაშობდა მოსაგებად და კიდევ ერთხელ უბრალოდ ნოტინგემ ფორესტს აუცილებლად უნდა დაუფასოთ ის თამაში მე ერთამეს ასევე ვიტყვი ძალიან კარგი არის რომ ესენიც მოვიშორეთ იმიტომ რომ კარგი გუნდი არის და მგონია რომ ეხა ვისთანაც მოუწევთ თამაში ვინც ჩვენი უშუალო კონკურენტები შეიძლება იყვნენ იმათ თუ შეაწუხებენ და იმათ თუ დააკარგვინებენ ქულებს ძალიან კარგი იქნება ჩვენ დაგვაზარალეს უკვე 5 ქულა აგვახია ნოტინგემ ფორესტმა ამ სეზონში და აუცილებლად უნდა აღვნიშნო გრავენბერგის თამაში ეს ბიჭი არის აღმოჩენა ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს არ ვიცი რანაირად ახერხებს იმას რომ ბოლო კაცი თუ არის და დაცვაში ფანტასტიკურად თამაშობს და არ აძლევს საშუალებას რომ მას გასცდეს შემტევი და ბურთს ყოველთვის აბრუნებს უკანა თან ზუსტად აბრუნებს ხოლმე თანდახარ ისეთ პლეიმეიკერები
playmaker-ულ მოძრაობას გააკეთებს და ისეთ პასს გააკეთებს ზოგადად შემტევი ნახევარმცველი არის და ცენტრალური ნახევარმცველი არის, ეხლა 6 ნომრად უწევს თამაში და აქაც შესანიშნავად ართმევს თავის დავალებას, რაც აქვს ამ მთელი ამ სეზონის განმავლობაში. გრაუნბეხი შეშანიშნავი, ასევე საბოსლაიზე მინდა აღვნიშნო, საბოსლაი არის ერთ-ერთი ის ფეხბურთელი, რომლის მიმართაც აი თავიდან მაკალისტერის მიმართ მქონდა ცოტა ისეთი რაღაცა სკეპტიკური განწყობა, რომ გადმოვიდა და რაღაცა პირველ რამდენიმე თამაში მე იქ გული, ჩემი გული მაკალისტერმა მოიგო სპურსთან თამაშის დროს, როდესაც 10 კაცით დაურჩით და ფაქტობრივად მარტო მოაგვარა მთელი ცენტრის და რაღაც თავდაცვის და დაცვის მთელი თემა თავის თავზე აიღო და აი იქ თამაში იყო, როდესაც თქვი რომ ეს ბიჭი არის ძალიან მაგარი და მაგის შემდეგ ზოგადად არ გაუცრუებია იმედები. და საბოსლაი არის ცოტა ეგეთი ტიპი, რომლის მიმართაც ცოტა ჯერ კიდე მაქვს რაღაცა ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება, ცოტა მგონია რომ უფრო მეტი უნდა აჩვენოს უფრო მაღალ დონეზე, თუმცა სისწრაფე და რაღაცა აი შეტევაში პრესვა და იქვე აი მანდვე რომ მოუგოს ბურთი და მე მაქედან რომ რაღაცა წამოიწყოს მან ძალიან კარგი არის. იმას არ ვამბობ რომ ცუდი ფეხბურთელია, ან მისი ადგილი გუნდში არ არის, უბრალოდ ვფიქრობ რომ აი რაღაცნაირად ცოტა მეტი მინდა, როგორც მისგან, ასევე კორტის ჯონსისგან და აი ეგ ორი ფეხბურთელი თუ მაგალითად ისეთ დონეზე ითამაშებს, მუდმივად როგორ დონეზე თქვათ მაკალისტერი ან გრაუნბეხი თამაშობს, ვანდაიკი თუნდაც მაგ დონეზე, არანაკლებ დონეზე თამაშობენ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით საბოსლაი, მაგრამ აი რაღაცა ტოპ ლეველზე თუ აწევენ, აი ოდნავ რაღაცა აი ამდენი უკლიათ იმისთვის, რომ ისეთი გუნდი გახდეს, რომელიც დაუმარცხებელი გახდება და მგონია რომ საბოსლაი იქნება ის ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ გუნდში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რაღაცნაირად კიდევ ამბობ, რომ უფრო მეტი მინდა მისგან, მაინც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი ფეხბურთელი არის. მოკლედ, გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ქულების დაკარგვა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ფორესტთან იქნებოდა რთული თამაში თავისთავად, იმიტომ რომ ისინი ძალიან ისეთ ანთებულები არიან, საჩემპიონო ამბიციებიც გაუჩნდათ, როგორც ვიცით, უკვე ამ პერიოდში სეზონისა, რომანტიკაც მიდის უკვე რაღაც მხრივ, რომ აი დაბრუნდნენ, როგორც იქნა პრემიერ ლიგაში, წამოვიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფული ჩაყარეს წინა სეზონში, გასავარდ ზონასთან ახლოს ტრიალებდნენ და ეხლა აი ეს ამხელა რაღაცა ამბიცია და ესეთი შედეგები დადეს და აუცილებლად დასაფასებელია. ხოთაშორის ლივერპულის შემდეგ ყველაზე მეტად ინგლისში ფორესტი მევასებოდა ყოველთვის. კიდევ ერთხელ გულდასაწყვეტია, მაგრამ კარგი თამაშია ჩვენა გუნდმა. ფორესტმა ბევრჯერ შეუტია, რაღაც მომენტში გავნერვიულდი ცოტა და აი ესეთ ინტენსიურ მომენტებში და კიდევ აი ეს რომანტიზმი რაღაცნაირად მოედანზე ფეხბურთელები აი ცდილობენ რომ რაც შეიძლება ცოტა ისეთი ტიპები შემართება იყოს ჯიგრულად მიაწვენ აი მასეთ მომენტებში არის ხოლმე რა როცა რაღაცა იპარება და ლამაზად იგებს ან გოლს გაიტანს ხოლმე გუნდი და ცოტა მაგის იმეშინოდა რომ რაღაცა ეგეთი არ მომხდარიყო მაგრამ აი ესეთი მომენტები როგორც ჩვენ გვქონდა რამდენჯერმე გადარჩა ფორესტი ეგეთი მომენტები მათ არ ჰქონიათ მოკლედ კარგი თამაში იყო და შემდეგი თამაში მედია რომ უკვე წამოვიღებთ სამქულას ეს ბორძიკი და ეს ქვაღორღიან გზაზე სიარული ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ნორმალურია ხდება ხოლმე თავარი ის არის რომ გუნდი ესეთ ზეწოლას და ესეთ თამაშებს უძლებს, უტევს, არ ნებდება და მოკლედ კარგი იყო.